წინანდლის პრემიის გამარჯვებულებით ცნობილი ახალგაზრდა ხელოვანებმა და მეცნიერებმა საკუთარი ინოვაციური ნამუშევრები და პროექტები 8 ნომინაციაში წარადგინეს. სწორედ 8 მონაწილე შეირჩა 23 ნომინანტ შორის. დაჯილდოების ცერემონია ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართა. თამუნა ჯალაღონია ესწრებოდა ცერემონიას, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. თამუნა, ვინ არიან ლაურეატები? თამთა სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონია და უკვე შესაბამისად ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა თუ ვინ გახდნენ 2023 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატები. ჟიურიმ ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში 23 ნომინანტებს შორის შეარჩია 8 ლაურეატი და მათ ვინაობას ახლა მე პირდაპირ ეთერში გაგაცნობთ. მას ასე 2023 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატების სია შემდეგნაირია. თეატრალური ხელოვნებაში მსახიობ ნიკოლოზ ბაქრაძე გახდა ლაურეატი, კინოხელოვნებაში მსახიობი სანდრო სამხარაძე, პროზაში მწერალი მათე ბაღაშვილი, პოეზიაში პოეტი პაპუნა ფირცხალაიშვილი, მუსიკალური ხელოვნებაში კომპოზიტორი გიორგი კობერიძე, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოლოგი და ენათმეცნიერი გიორგი ჟღარკავა, სახვითი ხელოვნების ნომინაციაში ლაურეატი გახდა მიშიკო სულაკაური, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ქეთევან კოტორაშვილმა მიიღო პრიზი. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრეთ მათ და ახლა მათ ემოციებს პირდაპირ ეთერში თქვენც მოისმენთ. წელს ზურას იუბილე არის და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს დაჯილდოება განსაკუთრებით ყოფილიყო განსაკუთრებული და ძალიან ბევრი ზურას მეგობარი დამიდგა გვერდით. წინანდლის პრემია კი არის შესაძლებლობა, რომ მათ რაღაცნაირად შეაჯამონ ხოლმე წლის განმავლობაში გაკეთებული თავიანთი ნაშრომი. დაჯილდოების ცერემონია არის სიმბოლური იმიტომ, რომ თავად მისი სულის ჩამდგმელის ზურაბ ჟვანიას საიუბილეო წელია, ის 60 წლის გახდებოდა, თქვენ იცით და დღეს სცენაზე სწორედ ჩვენი ორკესტრი, ჩემი შესრულება, ნატო მეტონიძის ყოფნა ასევე სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენ ის პირველი თაობა ვართ, ვინც დავჯილდოვდით და ვისთვისაც ეს იყო იმხელა ახალისება, იმხელა სტიმული, რომ გაგვეკეთებინა და გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. ძალიან მიხარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ რაღაცა ახალისება იმაზე თავის ნამუშევრებზე. და მე მაინც გამოვიყენებ ამ ინტერვიუსაც იმისთვის, რომ ვილაპარაკო იმაზე, რომ ჩვენი ერთადერთი გზა როგორც ქვეყნის არის ევროინტეგრაცია, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვქნათ ჩვენი მაქსიმუმი იმისთვის, რომ და ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ემოციები არის ის, რომ არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ და ნამდვილად მოულოდნელი იყო და გამიხარდა. ეს არის რაღაცა მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა ახალგაზრდებისთვის. დღეს განსაკუთრებით ყოველთვის ახალგაზრდები განსაკუთრებით ხელოვნებაში, დღეს როცა ცოტა უცნაური მოვლენები ხდება ხელოვნებაში, პოლიტიკური ამბების გამო, ამ დროს როცა არსებობს პლატფორმა, რომელიც ახალისებს და აღიარებს ხელოვანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღონისძიება ზურაბ ჟვანიას 60 წლის თავს ეძღვნება, სწორედ მის სახელს უკავშირდება წინანდლის პრემიის ფუნქციონირება და ზოგადად დაარსება. პირველი დაჯილდოების ცერემონია 1999 წელს თეატრალური სარდაფში გაიმართა. მას შემდეგ რამდენიმე წლიანი წყვეტა ჰქონდა პრემიას, თუმცა 2014 წელს აღდგა და მას შემდეგ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა მისი ჩატარება და წელს უკვე მეათედ ჩატარდა წინანდლის პრემია და მას ლოგიკურია, რომ ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით ტარდება ტრადიციულად. მადლობა თამუნა ჯალაღონიამ გაგვაცნო წინანდლის პრემიის ლაურეატები.